საღამოშვიდობისა, თქვენ უყურებთ ახლოსანაეს ამბებს 19 საათზე. თემა, რომელიც არჩევნებამდე აქტუალური იყო, როგორც ჩანს სადისკუსიო სივრცეში კვლავ ბრუნდება ქორწინების განმარტება კონსტიტუციაში. არჩევნების შემდეგ უკვე რეალობა ისეთია, რომ ამ იდეის ქორწინების როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირის კონსტიტუციაში ჩასაწერად ქართულ ოცნებას სხვა ძალების მხარდაჭერა აღარ სჭირდება. დააზუსტებს თუ არა მართველი გუნდი ამ საკითხს ქვეყნის მთავარ კანონში. ამ თემაზე პოლიტიკური პარტია გირჩი მიმართვას ავრცელებს კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში მას ექნება შემზღუდავი ეფექტი ადამიანის კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ. გირჩის მიმართვის ადრესატი არიან მოქალაქეები, პარლამენტში მოხვედრილი თუ მის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური პარტიები, რათა ღიად და გამჭვირვალედ გამოხატონ პოზიცია ქორწინების თემასთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება დღევანდელი ჩვენი გადაცემა, წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს. ნათია კალაძე და ნინო დარსაველიძე, პარტია გირჩის წარმომადგენლები საღამომშვიდობისა, ნიკოლოზ ბჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე და ბესო დანელია, დემოკრატიული მოძრაობიდან. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. არჩევნების შემდეგ ეს არის ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც თქვენმა პარტიამ წამოჭრა. რა არის ამისი მთავარი მიზეზი და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს დისკუსიაში გადატანა ამ საკითხის ხელს შეუშლის მაგალითად კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთებას? რომელსაც გნებავთ თქვენი არჩევანი. მადლობა მოწვევისთვის. მე ვიყავი ერთ-ერთი გირჩელი, რომელიც სრულიად ხარს უჭერდა იმას, რომ ქართულ ოცნებას აეღო კონსტიტუციური უმრავლესობა, იმიტომ რომ მხოლოდ აი ამ გზით ჩვენ გავიგებდით, სადამდე შეიძლება რომ მივიდეს მთავრობის და მართველი გუნდის მარაზმი და ცალსახად დაგვენახა, სადამდე შეიძლება მივიდეს მათ მიერ ადამიანის უფლების შელახვა და მოსპობა. იმიტომ რომ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ როგორც კი ჩვენ ავიღეთ კონსტიტუციურ უმრავლესობას, ჩვენ ჩავწერთ კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა მხოლოდ. და ამით თითქოს მოიყვანენ შესაბამობაში სამოქალაქო კოდექსთან, ხო? სინამდვილეში რასთან გვაქვს ჩვენ საქმე? ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რომ მართლ გუნდს უნდა კონსტიტუციით გაამყაროს გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფის კანონს მიღმა დარჩენა. და მე ვფიქრობ და ჩვენი გუნდი ფიქრობს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს დავდეთ განცხადება, რომ ეს არის არა მხოლოდ არაკონსტიტუციური, ხო, რომ კონსტიტუცია რისთვის მჭირდება? მჭირდება იმისთვის, რომ ჩემი უფლება იყოს დაცული, ისევე როგორც თქვათ, მე არა ვარ ამ თემის წევრი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის უფლებები იყოს დაცული. კანონს მიღმა დატოვება ვიღაცა ადამიანის და მისთვის თქვა, რომ აი შენ ხარ კაცი, რომელიც ცხოვრობ კაცთან და შენ იმგაჩნია, რომ შენ გაქვს ოჯახი. დღეიდან ესე არ იქნება, იმიტომ რომ კონსტიტუციაში ჩვენ ჩავწერთ სხვაგვარად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ეს არის პრობლემა, რომელიც ეწინააღმდეგება თუნდაც ადამიანის ევროპულ განსაზღვრებას, ადამიანის უფლებების, თუნდაც ნებისმიერ დასავლურ განსაზღვრებას. თუ ამოვდივართ იქიდან, რომ ადამიანი არის საწყისი და ყველაზე მნიშვნელოვანი. გასაგებია. კი ბატონო, მოვისმინოთ განსხვავებული მოსაზრება. ბატონ ნიკოლოზ, თქვენი აზრით ქართული ოცნება მიიღებს ამ ჩანაწერს კონსტიტუციაში, რაც იყო დაანონსებული? პირველ რიგში მე მინდა ყველას მოსახლეობას თქვენს მოგილოცოთ მამა გაბრიელ სალოსის სენების დღეა დღეს და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩემთვის და ყველა ქრისტიანისთვის, რაც შეეხება განცხადებას. მე ვერ დავარქმევდი აი ამ ესე იგი ხელისუფლების ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ ამით რაღაცა უფლებები ირღვევა ვიღაცის, იმიტომ რომ არაერთი განცხადება მოვისმინე ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებისა, იგივე ნატოს მაღალი თანამდებობის პირებისა, რომ როდესაც უსვამდნენ მაგ კითხვას, რომ აი საქართველოში ესეთი რაღაც ხორციელდება. არავის არ უთქვია, რომ ამით რაღაც ადამიანის უფლებები შეილახება. ევროკავშირის ნატოს წევრმა ქვეყნებმა სულ აეხლახანს აი რამდენიმე წლის წინ ჩაატარეს რეფერენდუმი, სადაც რასაც ჩვენ გვინდა, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ანუ კონსტიტუციაში განსაზღვრება გააკეთეს ქალი და კაცის. აი მოგახსენებთ, ეხლა ლატვიის ეიმა გააკეთა ეს, ხორვატიაში გააკეთა, სლოვენიაში გაკეთდა, სამივე ეს ქვეყანა არის ევროკავშირის ნატოს წევრი ქვეყნები. ეხლა, როდესაც ჩვენი გარკვეული ეროვნული ტრადიციები, ინტერესები, კულტურა, რელიგია გათვალისწინებული არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამით ვიღაცის უფლებებს უგულებელყოფთ. მე არ მესმის ესეთი რიტორიკა დაჟინებული მოთხოვნა საქართველოში არასდროს არც კომუნისტურ ეპოქაში, არც მანამდე იყვნენ განსხვავებული სექსუალური უმცირესობები და არავის არ ლახავდა მათ უფლებებს. და არც ამის შემდგომ შეილახება. უბრალოდ ჩვენ ვართ ქვეყანა ერი, რომელმაც მრავალი საუკუნის წინ არ გადააბიჯა ხატებს მხოლოდ იმის გამო, რომ ამით შეილახებოდა ჩვენი ქართველების და განსაკუთრებით ქრისტიანების უფლებები. და დღეს ჩვენ უფრო უარეს გვეუბნებიან. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 100
100,000 მოწამე, რომელიც ეწამო ხოლმე იმისთვის, რომ ხატებს არ დააბიჯა ფეხი. გვეუბნებიან, რომ სოდომ გომორის სოდმა დააკანონეთო. მე რა რომ წინ მიდის ცხოვრება. ჩვენ პირველ რიგში ქრისტიანები ვარ და სხვათა შორის ეს პრობლემა მარტო ქრისტიანების არ არის. იგივე მუსლიმი თემიც იგივე პოზიციაზეა, რომ კონსტიტუციაში შევიდეს რელიგიური და წმენის საკითხების დაკავშირება რამდენად არის გამართლებული ამ თემასთან, ხო სამოქალაქო ქორწინების თემასთან. ყველა ქვეყანა ირჩევს იმ გზას, რომელ გზასაც უჭერს მოსახლეობა. პირველ რიგში რატომ გაჩნდა ამის აუცილებლობა, რომ კონსტიტუციაში გამჩნდარიყო ეს ჩანაწერი და დღეს კონსტიტუცია ორაზროვნად მიგვითითებს, შენ რომ არ არის განსაზღვრული არც ქალი მამაკაცი, მეუღლეებზეა საუბარი. ჩვენ ხედავთ, რომ 20-ზე მეტმა ქვეყანამ დააკანონა ერთსქესიანი ქორწინება. ისეთმა დიდმა ტრადიციულმა ქრისტიანულმა ქვეყანამ საბერძნეთმაც კი ეს გააკეთა, ირლანდიამ. ჩვენ მოვისმინეთ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებაც, რომ რეალურად ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ერთსქესიანი ქორწინება დაკანონდეს. ეხლა მე ყველაზე უფრო ისეთი გაუგონარი განცხადება მოვისმინე, მაგალითად ეხლა მიდის არჩევნები, კარგად მოგეხსენებათ ამერიკაში და ჰილარი კლინტონის გუნდის წევრმა, სენატორმა ტიმ კეინმა და ეს სხვათა შორის ვიცე-პრეზიდენტი უნდა იყოს ეს ადამიანი, თქვა აი პირდაპირ სიტყვა სიტყვით. კათოლიკური ეკლესია ან შეიცვლის პოზიციას ერთსქესიანი ქორწინებასთან შესახებ, ან გაძევდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ამერიკაში, როდესაც აი ესეთი დამოკიდებულება კათოლიკური ეკლესიის მიმართ. ეხლა სხვა კონფესიების მიმართ როგორ იქნება? საფრთხე არის, ამიტომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, როგორც საქართველოში მცხოვრები უმრავლესობის ინტერესები, მაგრამ ისე, რომ არ უგულელყოთ სხვის ინტერესებს. მოდით ქალბატონ ნათიას მოусმინოთ კონტრარგუმენტებით და შემდეგ ბატონი. იცით რა, მოდით ესე დავიწყებ, რომ დაუბრუნდები ჯერ ამ ჩვენს მიმართვას, იმიტომ რომ ეს ზოგადად თუ განვიხილავთ, ეს უფრო ფართო ჭრილში სამ რაღაცას მოიცავს. პირველი ეს არის ის, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი არ უნდა იყოს და როდესაც ახალი პარლამენტი შეიკრიფება ძალიან მალე საქართველოში, ამითი არ უნდა დაკავდეს და ანუ ეს არ უნდა იყოს ძირითადი საკითხითაც ის თავის პირველ ეტაპს მუშაობის მოიცავს. მეორე ეს არის რომ ეს ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო კოდექსთან, სადაც საუბარია რომ ქალის და მამაკაცის ერთობა არის და თუ ასე მიუდგებით ამ საკითხს და უფრო ლიბერალურ მიდგომას ვისაუბრებთ, საერთოდ სამოქალაქო კოდექსში არ უნდა იყოს ასეთი ჩანაწერი და მესამე რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ გირჩის მიმართვის ბოლო ნაწილი, ეს არის რომ მიმართო პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ, რომ ღიად, იმიტომ რომ სიტუაცია არის ესეთი შექმნილი, რომ პოლიტიკური პარტიები ცალსახად არ აფიქსირებენ თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან ბუნდოვანია მათი მიდგომა. ყველანაირ ხერხს ხმარობენ იმისთვის, რომ ამ საკითხს რაღაცნაირად შეალამაზონ. დადგა დრო, მე მგონი, რომ ქართულმა ხალხი არის ღირსი იმისა, რომ იცოდეს ზუსტად სიმართლე პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური დაჯგუფებების დამოკიდებულების ამ კონკრეტული თქვენი აზრით რატომ აკეთებენ ამას პოლიტიკური პარტიები? იმიტომ რომ არაპოპულარული თემაა და იმიტომ გირჩია ზუსტად ამითი არის გამორჩეული, რომ ამ ასეთ გამოწვევას არ უშინდება. თქვენი აზრით არაპოპულარული შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს პარტიისთვის ელექტორალური თვალსაზრისით. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი იმაზე, რომ ასეთი ტიპის დაჯგუფები, ანუ ასეთი ჯგუფები არსებობს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან განსხვავებული ორიენტაციის და რატომ უნდა არა მე პარტიების мотиваციაზე გესაუბრებოდით, ანუ პარტიები ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ფიქრობენ, რომ საზოგადოების ფენების მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, თუ კი ღიად იტყვიან თავის პოზიციას, ხო? ან თუნდაც მათ პოზიცია ეთანხმება, ანუ ჰომოფობია ძალიან კარგად არის საქართველოში გავრცელებული. მოდით გავუსწოროთ რაღაცების თვალე. ბატონი რაღაცებს მიემოედება, რომ ჯერ მეც გილოცავ გაბრიელ სალოსის ხსენების დღეს მადრიდში ერთი წამი შეურაცხყოფა რითი გაყენეთ მიედმოედებით იმიტომ რომ ჩვენ მიედმოედები გენოცვალე ეხლა ხო მოგიტანეთ მაგალითები და პირველ რიგში ეხლა პარტიები ახსენა საქართველოს პარტიები კი არ წვითავენ ჩვენ პარტიები გვაქვს აგერ დუქნებათ არის ქცეული იყიდება პარტიები ვინც გადაუხდის ფულს ის გითქენ წავლე საქართველოს მოსახლეობა რასაც წვითავს ის უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობის პოზიცია არის უმრავლესობის რომ ეს ჩანაწერი გაკეთეს. ჯერ შეგროვდა 200,000-ზე მეტი ხელმოწერა. სხვათა შორის 2012-ზე NDI-მ ჩაატარა გამოკითხვა და 99%-მა დაუჭირა მხარი იმას, რომ კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაჩნდეს. აქამდე საუბრობდით, რომ რაღაცა რუსული ხელია, მოიცა
სული ხელიურებია ხორვატიაში, ლატვიაში, სლოვენიაში, რომ ეს ადამიანი ამ ადამიანმა გააკეთეს როზე ჩანაწერა. დაასრულეთ თქვენი საქმელი და შემდეგ გველოდება რესპონდენტი, რომელიც მოთმინებით გისმენთ. აქ არ არის რაღაცა ურაპატრიოტიზმი. ჩვენ მოვედით დღევანდელ დღემდე, იმიტომ რომ საქართველოს კარგავდა დამოუკიდებლობას, კარგავდა ტერიტორიებს, მაგრამ იყო წმენა. და სწორედ ამის ნათელი მაგალითი მოვიტანეთ 100,000 მოწამეს. დღეს მინდა ბატონ ნიკოლოზ, უკაცრავად, მადლობთ, დრო უნდა გავანაწილოს სწორად. გმადლობთ, მადლობთ. და თქვენ სოდომ გომონ დაკანონეთ. გათქვენი აზრი გასაგებია. ბატონს გადაცემის დასაწყისში შევყიდი რომ არ გავაწყვეტინებ და პირობას არ გადავუყო. არა, მიედ მოედებით, მე შეურაცხყოფას ვერავიტან, ვერავისგან მით უმეტეს ხა მანდილოსანი ხარ, სასიამოვნო მანდილოსანი ძანდებით, მაგრამ თქვენ მიედ მოედებით, მაშინ კიდევ უარესი თქვენ ვერ მიჯნავთ ერთმანეთისგან სახელმწიფოს და ეკლესიას. ხო არავინ არ ამბობს, რომ ეკლესიური დოგმით უნდა დაკანონდეს ერთქესიანი. რა შუაშია ეკლესიური დოგმა კონსტიტუციური შეთანხმება. კარგით, მადლობთ, ბატონ ბესოს მოусმენთ ახლა. მოგწევთ სიტყვას ქალბატონი. რა შეიძლება აი კომუნისტების დრო, ძალიან დიდ ბოდში კომუნისტების ეს რაღაცას ვიტყვი რა, ჰომოსექსუალობა იჯდებოდა კანონით, ეს იყო კრიმინალი და ამაზე იყო დახურება. და აი აქ იქიდან რომ კონსტიტუციაში ჩაწერო რომ ეს არის უკანონო, ხო, ანუ ირიბად მიანიშნო რომ აი კანონიერი მხოლოდ ეს არის და ეს არის უკანონო. ძალიან პატარა ნაბიჯი არის იქამდე რომ ჩვენ ვთქვათ რომ ეს ადამიანები არიან კრიმინალები და მოდი დავხრიტოთ ესენი. საბჭოთა კავშირის დროს არ შეგვიძლია ხოლმე პირებს ვალაამის კუნძულზე აძევდნენ, იმიტომ რომ არ უნდათ განსხვავებულების საბჭოთა კავშირში. მადლობთ, არა, ვერ გაგრძელდება ეს დისკუსია, მე მოგცემთ კიდევ სიტყვას ბატონ ბესო. საღამოშვიდობის საუბარი ჩვენს სმენელს და მაყურებელს უღრმეს მადლობა მოწვევისათვის. მადლობ თქვენ. პირველ რიგში მინდა რომ გამომიჯნო სამართლებრივი შეფასება, პოლიტიკური შეფასება და მე ის რაზეც საუბრობთ. სამართლებრივი შეფასებას რაც შეეხება 1006 მუხლში სამოქალაქო კოდექსის წერია რომ ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. კონსტიტუციაში არ არის საუბარი ქალს და მამაკაცზე, წერია 36 მუხლში რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა თანასწორობასა და ნებაყოფლობას. მეუღლეები არ არის დაკონკრეტებული. არ არის დაკონკრეტებული, ხოლო კონსტიტუციის მე-6 მუხლში ასევე წერია რომ საქართველოს კონსტიტუცია არის უზენაესი კანონი და ყველა სახის კანონი უნდა გამოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციიდან. რეალურად იერარქიის დაბალ საფეხურზე ყოფილი ნორმატიული აქტი უნდა იყოს შესაბამისობაში მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან. სწორედ ამიტომ აუცილებლად საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ის, რაც 99%-ის სურვილი კი არ არის, ეს არის არა მხოლოდ სურვილი და ღირებულება, ეს არის ნორმა, ეს არის რითიც ჩვენ საუკუნეები ცხოვრობთ და რითიც ჩვენ დღემდე მოვედით, მაგრამ რეალურად საუბარი იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და ოჯახის შექმნის მიზნით მათი კავშირი, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან მორჩეს სპეკულაციები იმ თემაზე, რა თემაზეც დღეს მიდის საუბარი. ჰომოსექსუალების ქორწინების სამოქალაქო დონეზე დაკანონება ეს არ არის ნორმა და ის რაც არ არის ნორმა, მე ვთვლი, რომ იმის დაკანონება მიგვიყვანს დეგრადაციამდე. არის რაღაც ღირებულებები, თუნდაც დოგმა დავარქვათ და დოგმა შეიძლება განიხილონ იმ ასპექტში, რომ აი რომელ დოგმაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში ჯერ ერთი მე არ მინახავს აქ წყვილები გამოსული, რომ ითხოვდნენ, რომ ჩვენ ჰომოსექსუალები ვართ და დააკანონეთ ჩვენი ქორწინებაო, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკური ძალის, ხო, თუნდაც რომელიც დღეს ამ თემის წამოწევით სპეკულირებს და რეალურად აქ ხდება რა, რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპულმა კომისიამ 23 პუნქტიანი მოთხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა არის ზუსტად ეს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ასევე არის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოს პატრიარქს აეკრძალოს ამბიონიდან ქადაგება, ვინაიდან იგი სიძულვილის ენას იყენებს ამ ქადაგებაში. სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელება ეს არის რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში ევროპული კომისია, რომელიც 23 პუნქტიანი მოთხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, იქ ამბიონთან დაკავშირებით ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ საქართველოს პატრიარქს აეკრძალოს ამბიონიდან ქადაგება, ვინაიდან მის ქადაგებაში არის სიძულვილის ენაო. ზუსტად აი ამ მოთხოვნებში ერთ-ერთი არის ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ერთ-ერთი არის ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზება, ერთ-ერთი არის ევთანაზია. რა მინდა რომ მოთხოვნას რას უწოდებთ თქვენ? აი ახლა ბატონი ნიკოლოზი ამბობდა ევროკავშირის სამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, რომელთაც დააკონკრეტეს კონსტიტუციაში ის საკითხი, რასაც თქვენ ითხოვთ.
ანუ ვინმე ამ საქართველოს ამ პირობას უყენებს, აი ეს მინდა რომ სწორად იყოს აღქმული ჩვენი მაყურებლის მიერ, ხო? აი თქვენ ამბობთ რომ ვიღაც გვიყენებს ამ მოთხოვნას. რატომ მაინც და მაინც საქართველოს მაშინ ეს მოთხოვნა? რითი ასაბუთებთ ამას, როდესაც საწინააღმდეგო არგუმენტი არის. აი ხორვატიაში მაგალითად სხვანაირად მოხდა. ანუ საიდან ადასტურებთ რომ ეს არის მოთხოვნა, რომელიც საქართველოს უნდა ჩვენ ამას არ ვადასტურებთ. ეს არის 23 პუნქტიანი წერილი საქართველოს ხელისუფლებასა და ჩავით თეთრზე წერია ეს აღნიშნული საკითხები, რაზეც ახლა მე ვისაუბრე, რა თქმა უნდა, იმის ბერკეტები, რომ საქართველოს ხელისუფლება ვინმე მაიძულოს ამ პირობა წაუყენოს იმის, რომ აღნიშნული სიტყვაზე დააკანონოს, ეს რა თქმა უნდა სხვა თემაა და შეუძლებელია, მაგრამ რეკომენდაციის სახით და აი ამ მოთხოვნების დაყენების სახით, რომ ჩვენ ევროპულ გზაზე და რეალურად ჩვენთვის ევროპული გზა ნამდვილად არ არის ერთსქესიანთა ქორწინება და ევროპული გზა არ არის არც ევთანაზიის დაკანონება და არც ნარკოტიკების. გაგით მოდით გამოხმაურება მოვისმინოთ ქალბატონ ნინოსგან რაღაცის თქმა უნდა. აი ძალიან ახალისებს ხოლმე ეს ნარატივი, რომ აი ევროკომისიის მოთხოვნა, რომ საქართველოში დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება და გახდეს არ უტრირებთ თქვენ ამებს კითხულობთ ახლა აიგრძალოს პატრიარქის ქადაგება, დაშვებული იქნას ნარკოტიკული საშუალებები, ანუ აი ნებისმიერი შიში საშუალო სტატისტიკური ქართველის რაც არის, ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა და აი ამ ნარატივით ძალიან დიდი ბოდიში ან არანაირი ბოდიში ბნელი ძალები სპეკულირებენ. ხავატონო ლიბერალური ინტერნაციონალის მოთხოვნები როა ეს და ეს ყოველად ცნობილი როა მე ძალიან მიჭირს აი ამ თემებზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს ამ თემებზე ლაპარაკი რაღაც ადამიანის უფლებების ჭრილში რაღაცა კანონის ჭრილში როდესაც აი იქიდან მოდის ნუ აი სრულიად ტელევიზია ობიექტივის ნარატივები ხო ნუ აი ბოდვა სრული რა რომ თუ ჩვენ ევროპა მარტო მაშინ მიგვიღებს თუ მთელი ქვეყანა გაგებდა ან მთელი ქვეყანა ნარკოტიკის უფლებების დაცვაზე როდესაც საუბრობთ ეხა სექსუალურ უმცირესობებზე საუბრობთ ეხა არც რომელიღაცა მედია საშუალებების შეურაცხყოფა უნდა შეურაცხყოფა რაშვაში რამე სხვა ეხა ობიექტივი რაშვაში ეხა ვერ გავიგე თურმე ეხლა ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით პოზიცია აქამდე ვიცოდით რუსული ნარატივი იყო ეხა ობიექტივის ნარატივი არის ერთ და იგივე ნარატივი არის მან გადასცეთ ერთხელ გადასცეთ ზუსტად ემთხვევით ზუსტად ემთხვევით სოფლიომ თქვა რომ რაც გინდათ ის გაკეთოთ აი უბრალო ენაზე რო ვთქვათ გინდა გააკეთეთ ეს გინდა ნუ გააკეთებთ ამასო აგერ მოგიყვანეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების მაგალითი ჩვენი ერთიც რა გინდათ ეხლა 100 კაცი ჭკუაზე იაროს თელმა ეხლა 3 მილიონიანმა ერვა რომ 100 კაცს უნდა რომ საქართველოში მაგალითად დაკანონდეს და 3 მილიონი კაცი დაუმორჩილდეს ხელა ძალიან საინტერესო და ამას სხვათა შორის მარტო ქრისტიანები კი არა ამას მუსლიმებიც ითხოვენ იმიტომ რომ მუსლიმებისთვისაც მიუღებელია ის რომ მაგალითად საქართველოში ბავშვი იყოს ესე იგი ერთი და იგივე სქესის პიროვნებასთან თქვენ როგორ წარმოგიდგენთ მომაკვდავი ერი გაეროს მონაცემებით რელიგიასო თავი გავანებოთ თავი გავწიოთ რელიგიური თემა ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ყველამ არაერთმა სამეცნიერო ლაბორატორიამ კვლევითმა ცენტრმა დადო დასკვნა რომ როდესაც ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში ერთი და იმე ქონეს სქესის პირების ქორწინება იქ აშკარად იკლებს ერის გამრავლება ეს ახლა უკვე დემოგრაფიული საკითხით შემოდის ბევრი თემაა და ასე შეიძლება ყველა საკითხზე მოგვიწიოს შეხება მაგრამ ახო ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მე პირობას გაძლევ რომ თქვენ გეკნებათ შემდეგი პასუხი მიაყენეთ მედია საშუალებას გასაგმოვისმენთ თქვენი შეურაცხყოფა ამაზე ლაპარაკობს იმაზე ვისაუბროთ და შემდეგ ბატონ ნიკოლოზ თქვენც მოგცემთ გამოხმაურებას. ბატონი ნიკოლოზი აი მთელი გადაცემის მანძილზე მოყავს მუსლიმური თემი, ქრისტიანული თემი. მოდით რა გამიჯნეთ რა სახელმწიფო არის ერთი, რელიგიური ინსტიტუცია არის მეორე. რელიგიური ინსტიტუციის ფუნქციონირებაში, მის დოგმაში, მის წესებში არავის არ აქვს უფლება შეიტანოს რამე ცვლილება. შეიძლება ვიღაცას მოწონდეს ან არ მოწონდეს, მაგრამ ეს უკვე მისი პირადი საქმე არის. ჩვენ საუბრობთ სახელმწიფოზე და სახელმწიფოს პოლიტიკაზე. ჩვენ არ გამოვდივართ რაღაცა რელიგიური დოგმიდან და როდესაც თქვენ ცდილობთ რომ აი ეს ორი შეაზავოთ ერთმანეთთან უკვე წაგებულ კამათში გამოდიხარ და ეს არის უკანასკნელი ნავსაყუდელი რომელსაც თქვენ შეიძლება შეაფაროთ თავი რომ აი რელიგია ასე ითხოვს ჯერ ესეთი რომ ამბობთ რომ აი საუკუნეების მანძილზე ჩვენ ტრადიციით საუკუნეების მანძილზე ჩვენ სახელმწიფო არ ქონია და მაინც მოვაღწიათ აქამდე ხო სახელმწიფო არ ქონია ჩვენ არ ქონდა სახელმწიფო დავითის სამარის დროს არ ქონდა სახელმწიფო რომელსაც იგივე ნოე ჟორდანიას რო სახელმწიფო არ ქონდა ჩვენ თქვენი სახელმწიფოებრიობა საქართველოში ათლა დაიწყო მე-20 საუკუნიდან არასდროს არ ყოფილა ამაზე ლაპარაკი და აი თქვენ რაღაცა მოდი შეიძლება ახო უპასუხოთ რომ დადებას და მოგცემ ერთამი რა თქვენ ძალიან მარტივად თქვენ ცდილობთ რომ შექმნათ თემა იქიდან საიდანაც თემის შექმნა არის ძალიან ადვილი იმიტომ რომ აი თქვენერი ადამიანები ვისაც შიშებით შეპყრობილები არიან ხო რომ აი მე საქართველოს გაგევდება ძალიან ბევრი არის მასე რა ამის ერთადერთი საპირწონე წამალი
მრავალი არის ინფორმაციის გავრცელება, რომ აიცით რა, თუ კონსტიტუციაში არ წერია, რომ ქალის და მამაკაცის ერთობაა ქორწინება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ მთელი საქართველო გახდება გეი. ეს არის მეტი არაფერი. ეს აიცით რა, მე მინდა უპასუხო, როდესაც საუბრობენ შიშებზე, როდესაც ჩვენს გარშემო მთელი მსოფლიო ლამის ერთსქესიანი გახდა. როდესაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯონ კერი აცხადებს, რომ ჩვენი მიზანი არის, რომ ერთსქესიანი ქორწინება დაკანონდეს მთელ მსოფლიოში. აგერ მაგალითი მოგიყვანეს, ხვალ შეიძლება ეს კაცი ვიცე-პრეზიდენტი გახდეს და საუბრობს, რომ კათოლიკოსი ეკლესია თუ არ შეიცვლის პოზიციას, რომ ერთსქესიანი ქორწინების შესახებ ბატონი ნიკოლოზ, აი გაძევდება ამერიკა. მოდი, აი ერთი წამით დავანებოთ სხვა ქვეყნების მაგალითს თავი. ეს ხომ არ ეს საკითხი, აი თქვენ თავადვე თქვით, ეს საკითხი არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტი. ანუ ამ ხელისუფლებამ ან უნდა გააკეთოს ეს დაზუსტება კონსტიტუციაში, ან არა. რა შუაშია, თქვა ვახო, რატო იცით, რომ საქართველოს ვერ იქნება ამოვარდნელი რა, სოფლიო პროცესებიდან. ვინაიდან მთელ სოფლიოში მიდის რაღაცა პროცესები, ჩვენ ვერ ვიქნებით ამის მიღმა. ოღონდ ცუდი პროცესები მიდის, რომ გეუდება მთელი ერთი წამით რა ბატონო ნიკოლ, ერთი წამით როდესაც მიდის პროცესები, არა, ერთ რაღაცას შემოგთავაზებთ რა. მოდით საზღვრები ჩავკეტოთ საქართველოს, იმიტომ რომ იქით აი საშინელება ხდება და ვინც კი გეი არის საქართველოს თონეს ჩავაკრათ. ეს არის გამოსავალი. ეს არის აი თქვენი აზრით ეს არის გამოსავალი. მე მოგიყვანეთ მაგალითი, რომ ლატვიის, ხორვატიის, სლოვენიის მაგალითები ამათ არ ჩაუკეტიათ და გააკეთეს ის, რასაც კონსტიტუციაში ჩაწერეს ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ. ვინაიდან ვახო არის საფრთხე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისეთი მეგა სახელმწიფოები, სადაც არის ესეთი რაღაც დაშვებული და მათი იდეოლოგიაც ეფუძნება იმას, რომ ესეთი რაღაც ჩანაწერები არ გაკეთდეს და პირიქით ერთსქესიანი ქორწინება იყოს, ამის საფრთხე რო არსებობს, იმიტომაც არის რომ ჩვენი მოთხოვნა ეს გაკეთდეს. ამასთან ერთად ჩვენ ვხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რაღაცა ფსევდოლიბერალური იდეებით საზრდოობენ და საკმაოდ დიდ გრანტებს იღებენ, დაფინანსებებს. ესენი იცი რა სიძახიან? იმას კი არ იძახიან, რომ საქართველოში არ მოხდება ერთსქესიანი ქორწინება. ესენი ამბობენ, რომ დღის წესრიგში არ ადგას დღესო. მართლაც არ დგას დღის წესრიგში, იმიტომ რომ საზოგადოება დღეს ნამდვილად არ არის იმ პოზიციაზე, რომ ამას დაუჭიროს ხარი, მაგრამ ამათ უნდათ თავიანთი მედია საშუალებები, თავიანთი ამ არასამთავრობო ორგანიზაციები მოამზადოს საზოგადოებრივი აზრი. რიგ ქვეყნებში ყველაფერი მიდის რაღაცა გრძელვადიან პერსპექტივებზე და გრძელვადიან მოვლენებზე არის აგებული ყველაფერი და ამათაც უნდათ ის აი სხვათაშორის იყო სტუდიაში იმას კი ეძახენ არ დააყენებენ ამ საკითხს დააყენებენ. ამიტომ მე მაგალითად ხელისუფლების პოზიციას ვეთანხმებ. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დასრულდეს ამაზე დიალოგი, ამაზე კამათი, დაესვას წერტილი. ვინაიდან ქართული ხალხის მოთხოვნა არის რომ კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი იყოს და მე ვიზიარებ ამ პოზიციას ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს ქართული ხალხის მოთხოვნა და ხელისუფლება პირველ რიგში ჩვენ როგორ გონიათ მოქალაქეების ინტერესებსაც ითვალისწინებს და რელიგიური მიმდინარეობის ინტერესებსაც ითვალისწინებს, იმიტომ რომ ამიტომაც შეიქმნა ის რელიგიური საბჭო, რომელიც ძალიან დიდ დახმარებას უწევს სხვადასხვა ესეთი ცინიკური, ინონიული დამოკიდებულება არ შეიძლება, იცით რა? სიზული საუბრობ ეს თქვენ მოკლედ თუ შეიძლება ყველა თქვენ პოზიციას უსმენთ გაგებით, მაგრამ ძალიან მიჭირს ამის გაგება. ამიტომ სასაცილოს მე ვერაფერს ბატონ ნიკოლოზ, გმადლობთ. ესე იგი ეს არის ძალიან რაღაცა იუმორია და სარკაზმი არის, აქ ჩასადები, იცით? სარკაზმი არის, თქვენ და ფანტასტიკური უნარი. ვინც რომ ჩავკეტოთ ჩვენ კარები, ან ცივილიზაციისკენ არ წავიდეთ, ვინმე თქვა ეს რომ მოდით შევთანხმდეთ, დიდი სისულელეები ილაპარაკო ძალიან დიდი გონორით, ეს არის ნიჭი, ეგ ერთი. მეორეც ერთი თქვენ გესმით, თქვენ ესე გესმით დემოკრატია, რომ ეს არის უმრავლესობის დიქტატურა, უმცირესო თქვენ ასრე 3000 კაცს ეს უნდა და 100 კაცს ვინ ეკითხება. დღეს რომ უმრავლესობამ გადაწყვიტოს, აი უმრავლესობამ გადაწყვიტოს, რომ მოდით ნიკოლოზი მოვკლათ აი TV პირველიდან რომ გამოვიდეთ, რომ არ გვევასება. დაეთანხმებით უმრავლესობის ძალაუფლება მაგასაც იზამთ. არანაირად. იმიტომ თქვენ ხართ ხალხი, რომლებიც განსხვავებულ პოზიციაზე მყოფ ადამიანებს, რუსეთის აგენტებს ეძახით. ადამიანები, რომლებიც სიძულვილს საბ თქვენ რო მართლა რო გქონდეთ ძალაუფლება, აი თქვენ მიმდინარეობს, მართლა მე კი არა ჩემნაირ ადამიანებს ქუჩაში დახრედეთ. იცით რატო? რომ თქვენ ვერიტად ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია. მე გაგებით ვეკინებით თქვენ ყველა პოზიციას, მაგრამ არა, იმიტომ რა შუაში ახლა ვერ გავიგე რომ აი იცით რა ყველა მოდით ქალბატონ ათიას საქართველოს ისტორია არ იცით ეხლა ჩვენ მოვედით აქამდე სწორედ ამ წვეთ ყველა ის ხალხი ვინც უმცირესობას ვერ იტანს განსხვავებულებას
უმცირესობას. ხაბატონათია გისმენთ. ძალიან დიდი ბოდიში, ძალიან როცა ებრაელებს დევნიდნენ, როცა მაგალითად შავკანიანებს დევნიდნენ და ეხლა ჩაქრა ინკვიზიციის გარკვეული არის სხვადასხვა ბატონ ნიკოლოზ, ჩვენ სხვადასხვა ქვეყანა ბატონ ნიკოლოზ, ინკვიზიცია და ებრაელების დევნა ზუსტად აი ზუსტად ეგ თემა იყო მაშინაც. ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ადამიანები უნდა დევნოთ. ძალიან დიდი ბოდიში, ბატონ ნიკოლოზ, სანამ დაიწყებოდა ერთ-ერთი თქვენ ძალიან გთხოვეთ, რომ ესეთი სხვა რეჟიმში გაგვაგზავნებინა დიალოგი და ძალიან გთხოვთ. ზომიერება შევინარჩუნოთ ტონშიც, მიმართვაშიც და საერთოდ განწყობაში. არა, თქვენ პირადად არავინ არ შემოგაყენათ შეურაცხყოფა, თქვენ ძალიან არასწორი მიმართულებით ცდილობთ, რომ წაიყვანოთ და რაღაცა გირჩს რაღაცნაირი ამკობთ, რაც ნამდვილად არ მომწონს, ანუ თქვენ არის ალბათ გირჩი ეხლა სხვა უცხო პლანეტიდან არ ვხედავთ მე და ქალბატონი ნინო. ეხლა რაც შეეხება ეკლესიის დამოკიდებულებას, ზოგადად მართლმადიდებლური ეკლესია და ქრისტიანობა არის ზუსტად ის რელიგია არის, რომელიც შემწყნარებლობით ეკიდებოდა ტოლერანტულია ყველანაირი ასეთი ჯგუფების მიმართ. ამიტომ ძალიან არ მომწონს, როცა ჩვენ ამ საკითხს და რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ეკლესიას მოვარგოთ და ეკლესიის სახელით ვილაპარაკოთ. ზოგადად ჩვენ ვცხოვრობთ 21 საუკუნეში და 21 საუკუნე არის ტექნოლოგიების საუკუნე და 7-დი არსებობს და 8-დი არსებობს. ამ პირობებში არაფრით არ შეიძლება, რომ ხელისუფლება განსაზღვრავდეს ადამიანის პირად ცხოვრებას. ის არ შეიძლება ეუბნებოდეს ადამიანს, რომ შენი პირადი ცხოვრება არის ეს და შენ უნდა იცხოვრო აუცილებლად ამასთან. ანუ ქალმა უნდა იცხოვროს კაცთან და არანაირ შემთხვევაში საწერია ეს, ვისთან უნდა იმასთან იცხოვროს, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე ამის აყვანა და დაკანონება, არა, სხვა რამეს ამბობთ რა. არავინ არავის არ უვარდება საძინებელში, ვისთან რა უნდა ის აკეთოს, მაგრამ დაკანონება ამის პოლიტიკოსები ბრძანდებით, ხო? პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ხართ ხა. ამბობთ ისეთ რამეს, რაც არ არსებობს. ბუნებაში, რას ქვია, ვინ ეუბნება ოთახში თქვენთვის რამდენადაც მიუღებელ რაღაცას ვამბობთ, უფლება მაქვს დავასრულო. მე სწორედ მაგისთვის ვიბრძოლე წლები, რომ ადამიანებს ეთქვათ ის, რაც უნდოდა და მაგის გამო ინვალიდი ვარ. სააკაშვილის დროს, რომ ჩემი აზრის გამოთქმის გამო მე ვიბრძოდე. წარმოუდგენელი რამე, რომ არ მოვიწოდე. როდესაც გამოცდილება არსებობს, რანაირად ვცდილობთ, რომ შეზღუდოთ სხვის ხალხატონინო, საუბარი იყო, რომ ხელისუფლება წყვეტს, ვინ ვისთან იცხოვროს და მე ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში არავინ არავის არ უვარდება საძინებელს. ქალბატონმა ნათიამ უნდა დაასრულოს თავისი სიტყვა. ისაკეთო რაც უნდა ჩვენ არ დაგვანახონ არის ძალიან გასაგებია, მაგრამ თქვენ არც არავინ არ გიგრძალავთ ამისას. კონსტიტუციით არ არის. თანამარტიელი ელოდება როგორ დაასრულო, როდის დაასრულოს აზრი. მადლობა ძალიან. დიდი ბოდიში. თითოეულმა ადამიანმა თვითონ და დაგეგმოს, როგორი უნდა რომ იყოს მისი ცხოვრება, ვისთანაც უნდა რომ ეს შექმნას ოჯახი და მიაღწიოს წარმატებას. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში არ უნდა იყოს მსგავსი ტიპის ჩანაწერი, შესაბამისად, არც სამოქალაქო კოდექსში არ უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული რა არის ოჯახი. ეს არის პოზიცია, რომელიც ჩვენ რატომ ამის განსაზღვრება შეუძლებელი თქვენი აზრით თუ რაიმე სხვა მიზეზით? არა, იმიტომ რომ ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში და მან თვითონ უნდა განსაზღვროს, როგორ სურს რომ მან წარმართოს თავისი ცხოვრება. გმადლობთ, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და მოვისმენთ ჩვენი სტუმრების დასკვნით სიტყვებს.